სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა დაკავებული. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. თავად წულეისკირის დაკავების შესახებ კი ინფორმაცია 10 ნოემბერს გავრცელდა. უწყების ინფორმაციით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის გიორგი მურუსძიძის მიმართაც. პროკურატურის თანახმად სფერო ჰოლდინგმა და სფერო ინვესტმა 254 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 12 მილიონამდე ლარი უკანონოდ მიითვისეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ მითვისებული თანხის ოდენობა და დაზარალებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე სფერო ინვესტის სახელით ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, აგრეთვე ეგრეთ წოდებული კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ, უძრავი ქონებების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ფიზიკურ პირებს სფერო ინვესტის ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც სფერო ინვესტი მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, სფერო ინვესტმა შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებელის გარეშე დარჩა. კაპიტალ დაბანდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ზემოაღნიშნული ხერხით 254 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუები დაეუფლნენ. სფერო ჰოლდინგს ბოლო თვეები არაერთი მომჩივანი ყავს. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. ჩადებული ფულის სანაცვლოდ ისინი კომპანიას ბინით უნდა უზრუნველეყო. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სფერო ჰოლდინგს მოქალაქეებისთვის თანხა სრულად უნდა დაებრუნებინა, თუმცა დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ბინებიდან გამოაძევეს და კომპანიამ კუთვნილი ფული არ დაუბრუნა. თავად სფერო ინვესტი კი აცხადებდა, რომ ქართული კომერციული ბანკების სამიზნედ იქცა, რომლებმაც მასში კონკურენტი დაინახეს და ამიტომ კომპანია ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. გივი წულეისკირის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.